მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, დიდი სიყვარულით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გვერდზე მაგიური სამყარო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ჩემს არხს გამოიწერს, დაალაიქებს, აზიარებს და თანხას რიცხავს ვიდეოს ყურების სანაცვლოდ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. დღეს მინდა შემოგიერთდეთ და წარგიდგინოთ ახალი პროექტი ჩემი მაგების ისტორიაში საქართველოში პირველად. მედიტაცია მინდა ჩაგიწეროთ ვიდეოები, ყველა სხვადასხვა ვიდეო. ეს არ არის ახალი ჩემი კლიენტებისათვის და ჩემი მარათონელებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ მეწლებია მე-4, მე-5, მე-6 ნაწილ მარათონში ვიყენებ მედიტაციას თითქმის ყველაფერზე, ჯანმრთელობა, სექსუალური ენერგიის ამაღლება, ქალური ენერგიის ამაღლება, წმენდა და უამრავ კიდე სხვა მედიტაციას, რაც ადამიანებს ესაჭიროებათ. თქვენ იცით, რომ მედიტაციას შეუძლია ძალიან ბევრი დაავადების განკურნება. მედიტაცია ოდითგანვე, ეს არ არის ჩემი მოგონილი, ადამიანის სიმშვიდის წყარო იყო და მოგეხსენებათ, ბერებიც სულ მიმართავენ მედიტაციას. როდესაც ჯადო აქვს ადამიანს, მას ტვინი არეული აქვს, ვერ კონცენტრირდება აბსოლუტურად ვერაფერზე. აქვს საშინელი სტრესი. სტრესი იწვევს გონება გაფანტულობას. ის ძალა, ენერგია, რაც უნდა მოახმაროთ თქვენ საქმეს, ვერ ახმართ. ჯადოსთან ერთად, აი სასიკვდილო ჯადოს რო უკეთებენ ადამიანს, ზოგს გონია, რომ თუ სასიკვდილო ჯადო გაუკეთა ადამიანს, ეგრევე მოკლავს. არა. ჯადო, როდესაც კეთდება, სხვადასხვა ხაზით ხო გააჩნია, რაზე კეთდება უშვილობა, ასე შემდეგ, რაღაცა ბედის ჩაკეტვა, ბარაქის ჩაკეტვა, ჯანმრთელობის პრობლემებით სიკვდილი. ეს ყველაფერი ხდება ზოგჯერ ჩქარა, გააჩნია სიძლიერეს და კლიენტის სურვილზეა დამოკიდებული, ზოგჯერ ძალიან ნელა, რომ ადამიანის მოდგმა დაიტანჯოს. თითქმის 80%, 90% ესე აკეთებენ. თქვენი ტვინი იმის მაგივრად, რომ გადარჩეს ცხოვრებაში და კარგი საქმეები აკეთოს, თავის გალამაზება, განვითარება, ასე შემდეგ, მიმართულია სტრესისკენ. სტრესი ჯადოს რო დავანებოთ თავი ბიოლოგიურად სტრესი კლავს უჯრედებს, რომელიც აღარ აღსდგება. ანუ თქვენ სულ რომ სტრესში იყოთ წლები 10-20 წელი და შემდეგ მთელი ცხოვრება 64-ში იცხოვროთ, ის მკვდარი უჯრედები მაინც დაგრჩებათ ორგანიზმში, რომელიც გადაიქმნება ხან ონკოლოგიურ დაავადებად, ხან ბევრი რამე ცუდი. ამიტომ ბევრჯერ არის, რომ ჩემთან მოდის კლიენტი და ვეუბნები, რომ ვერ გიშველი მე შენ უკვე, იმიტომ რომ, ძალიან დაგვიანებულია. ამიტომ მე მინდა რომ გავაკეთო თქვენთვის მედიტაცია, ვისაც ზოგს საშუალება არ აქვს, ზოგს არ გადაუწყვეტია ჩემთან მოსვლა, რომ ჩემი ენერგეტიკა, ჩემი საუბარი მედიტაციასთან ერთად თქვენთან ნამდვილად საუკეთესო შედეგს გამოიღებს. რა თქმა უნდა, მედიტაცია არ არის ჯადოსნური გასაღები. მედიტაცია შეუძლია თქვენი ფარისებრი, თქვენი ჰორმონები, თქვენი მამაკაცური პრობლემები, ძალიან ბევრი რამ აღადგინოს და გააკეთოს, მაგრამ თუ მაგალითად ადამიანს წონაში დაკლება უნდა, ჰორმონები მოუწესრიგდება მედიტაციით, მაგრამ თუ ადამიანმა 5 ცალი ხაჭაპური შეჭამა, ღამე არ დაიძინა, ჯანმრთელობას არ მიხედა, რა თქმა უნდა, რომ
არა მარტო meditაცია, არამედ ვერაფერი ვერ უშველის. ერთი რამე მინდა გავაკეთო და გადავალმე პირდაპირ როგორც რავად ჩემი ქართულისთვის ხანდახან საქმეზე. დღეს მე მინდა გავაკეთო ქალური ენერგიების, ასევე მამაკაცებმა შეიძლება უყურონ, ასევე ეს არის ადამიანის ენერგიის ამაღლება და წმენდის რიტუალი. იცით, ქალბატონებს განსაკუთრებით გავიწყდებათ ძალიან ხშირად, რომ გარდა ჯადოსი, მამაკაცებთან ძალიან ფოთიში, მაგრამ გარდა ჯადოსი ქალებს ანადგურებს მამაკაცის ენერგია. მეგობრებო, ყველა მამაკაცი ბიოლოგიურად, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში, რო ვთქვათ, არის ენერგოვამპირი. მოითხოვს ქალისაგან ზედმეტ ენერგიას, მხარდაჭერას, დაალაგე, დახეხე, დარეცხე, გააჩნია, ხო, ეხლა ზოგს მოსამსახურე ყავს, ზოგს არ აქვს სახლში მოსამსახურე, სიყვარული მინდა, გვერდში დგომა მინდა, თუ მთავრობის პირია დანანავება მინდა, ეს მინდა, ის მინდა, ანუ ქალი აძლევს მთლიანად კაცს ენერგიას და თუ მანაც არ მისცა, ესე ვთქვათ, უკუ კავშირი, ხო, ვთქვათ, განებივრა, ხელის გულზე ატარა, შოპინგი, დასვენება, მასაჟი, რელაქსი, რაღაცა, ხო, ქალი ემგვანება უკვე რაღაცა, რა გითხრათ, არ გინახიათ კაცი, ლამაზი, ვარდივით, ქალი ჩამომჭკნარი რეცხავს, ხეხავს ბავშვები, ასე შემდეგ. ეს არის კატასტროფა. და თქვენ გავიწყდებათ მით უმეტეს თუ ადამიანს ყავს ტოქსიური შეყვარებული, ხო, boyfriend. ეს არის კატასტროფა. ენერგიას, ქალურ ენერგიას, ბარაქის ენერგიას, აცლის აბსოლუტურად ყოფს და ბოლოს არის ქალი გამოწურული ლიმონივით და ადამიანს გონია, რომ ჯადო გაუკეთეს. არა, მეგობრებო, ზოგჯერ ჯადოზე უარესია ესეთი ადამიანი და ამ დროს მომენტალურად მე ვახმარ ხოლმე წმენდის რიტუალს, წმენდას ჩემთან და მადლობა სამყაროს, მადლობა ყველაფერს, რაც კი არსებობს, რომ მე მომცა იმისი ძალა და ენერგია და ნიჭი, რომ ადამიანისათვის გამეკეთებინა წმენდის რიტუალი ისეთი შემიქმნა, რომელიც ყველა ადამიანს ცხოვრებას უცვლის. და ეს არ არის თავმაღლობა, ეს არის ფაქტები და ამას ადასტურებს ასეულობით ადამიანი, რევიუ, რომელიც შეგვიძლია თქვენ გადავბრძანდეთ და ნახოთ ჩემს Telegram არხზე. ამიტომ ენერგია ყოველთვის ამას ვიძახი და ვიტყვი. ენერგია ადამიანში არის მთავარი. მთავარი რომ გქონდეს ფული, მთავარი რომ გქონდეს ჯანმრთელობა და მთავარი რომ გქონდეს ისეთი გყავდეს საყვარელი ადამიანი, რომ შენ არ დახარჯო ბევრი ენერგია და არ დაჩაჩანაკდე როგორც ქალი. ხვდებით ხომ, რასაც გულისხმობ. წმენდის რიტუალი, როდესაც კეთდება, იმდენად საკუთარი თავის სიყვარულზეა ორიენტირებული, რომ იმ ქალბატონებს ის საშინელი მამაკაცები ნამდვილად აღარ მოსწონთ და მოსწონთ უკვე სხვა დონის მამაკაცი თავისი თავიდან გამომდინარე. იმიტომ რომ მათ ჩემი წმენდის რიტუალის შემდეგ არა მარტო ჯადო მოიშორეს, აიმაღლეს, ქართულად არ ვიცი როგორ თქვა, სხვა ლეველზე ავიდნენ და აღარ უნდათ ის ცხოვრება, რაც საშინელი ცხოვრება ჰქონდათ. ამიტომ ყველა ჯერჯერობით ვერ იკეთებს წმენდის რიტუალს, მაგრამ ჩემი მედიტაციების შემდეგ აბსოლუტურად ყველას გექნებათ იმის ფული, საშუალება, სურვილი, რომ გაიკეთოთ ყველაფერი თქვენ და სასიკეთოდ და თქვენის ნებართვით მე ჩავრთავ
სპეციალურ მუსიკას. ერთი რამ, რაც თქვენ მოგეთხოვებათ, რომ დაწყნარდეთ, დამშვიდდეთ, წამოწვეთ, ან მოთავსდეთ წყნარად, მშვიდად, ნაუშნიკები, ყურსასმენები უკაცრავად გაიკეთოთ და იმედიტიროთ. მოაშორეთ ყველა აბსოლუტურად თქვენი ოთახიდან, ეს იქნება ქმარი, შვილი, არ გაინტერესებთ, ვის რა აწუხებს, არა, თქვენ 23 წუთი დაუთმეთ თქვენ თავს, რათა თქვენ იყოთ ჯანმრთელი, გქონდეთ ქალური ენერგეტიკა აგიმაღლდეთ და იყოთ წარმატებული. სასურველია თუ მედიტაციას გააკეთებთ ყველა დღე, დილას ან საღამოს, როდესაც თქვენ გინდათ, მედიტაციის შემდეგ თქვენ იგრძნობთ ჯანმრთელობის პრობლემების მოწესრიგებას, ჰორმონალური პრობლემების, ნერვების მოწესრიგებას, ამიტომ და ბევრი კიდე სხვა რამის, ამიტომ დატკბით ჩემო მეგობრებო. დახვიჭეთ თვალები, მოდუნდით, ყველა ადამიანში არის ძალა, რომელსაც შეუძლია რომ ცხოვრება შეცვალოს. ყველა ჩანაფიქრი აისრულოს. დახვიჭეთ თვალები, მოდუნდით, მოადუნეთ თქვენი ხელი, ფეხები, წარმოიდგინეთ, როგორ ეშვება ციდან თეთრი ენერგია, რომელიც წმენს თქვენს თავს, ყელს, მკერდს, ჩადის ფეხებში და მთელი თქვენი ორგანიზმი, სხეული ივსება სითბოთი. ჩაისუნთქეთ ღრმად რამდენიმეჯერ და ამოისუნთქეთ მშვიდად.
ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. გრძნობთ, როგორ მოდუნდა მთელი თქვენი სხეული. გიგზავნით უპირობო სიყვარულს, რომელიც თუ რომელიმე თქვენთაგანს გაკლიათ, შეგიძლიათ მიიღოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ პატარა. გოგო, ბიჭი, მნიშვნელობა არ აქვს. წარმოიდგინეთ, რომ ხართ დაახლოებით 5-6 წლის. ბედნიერი. ვაღი, 7. ჩაეხუტეთ თქვენ თავს იმ პატარა გოგონას ან ბიჭს, მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ რომელიც აკეთებთ ამ მედიტაციას. დაუთხარით, რომ ძალიან გიყვართ. და ის ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. ძალიან მაგრად მოხვიეთ ხელები თქვენს წარმოდგენაში, თქვენ შინაგან ბავშვს და უთხარით, რომ ვერავინ თქვენ ვერ გაწყენინებთ. რომ თქვენი შინაგანი ბავშვი არის დაცული. თუ გადაიტანეთ რაიმე სტრესი, ძალადობა, იცოდეთ, რომ თქვენ ამას არ იმსახურებდით. არასოდეს არაფერი თქვენი ბრალი არ არის. არასოდეს არაფერი თქვენი ბრალი არ არის. ჩაეხუტეთ თქვენ შინაგან ბავშვს და უთხარით, რომ რაც მოხდა, თქვენი ბრალი არ არის. თქვენ მოხვდით არასწორი ადამიანების წრეში. ჩაეხუტეთ თქვენ შინაგან ბავშვს და თუ გინდათ, რომ იტიროთ, შეგიძლიათ ასევე შვიდად იტიროთ. გაიხსენეთ, როდესაც იყავით პატარა,
მშვიდი წყნარი ბავშვობა გქონდათ. თუ ეხლა განიცდით რაიმე სტრესს, ნერვიულობას, ჯანმრთელობის პრობლემებს, ჩაეხუტეთ თქვენ შინაგან ბავშვს და უთხრით, რომ თქვენ მასთან ხართ და ერთად ყველაფერს გადაიტანთ. თქვენი შინაგანი ბავშვი, თქვენი პატარა ბავშვობა არასოდეს არ დაგტოვებთ. ერთადერთი რამ, რაც მას სჭირდება, არის ჯახუტება და იმის თქმა, რომ თქვენ აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ. გონების პრობლემები, ცხოვრებაში პრობლემები მოდის ჩვენი თავიდან. გაიხსენეთ აი ამ წუთას, რაც მოგდით თავში ყველაზე ძლიერი სტრესი, რაც ადამიანებმა მოგაყენეს. თქვენმა საყვარელმა ადამიანმა, დედამ, მამამ, მეგობრებმა მნიშვნელობა არ აქვს. რამაც ძალიან დაგაზარალად, დაგსტრესად, ზოგზე შეიძლება ძალადობდნენ. გაიხსენეთ ეს ყველაფერი, რადგან ამის უბრალოდ ჩაკეტვა, უბრალოდ თქვენს ცხოვრებაში ძალიან დიდ ტრამვას მოგიტანთ, რადგან ეს არის როგორც შხამი თქვენ გონებაში და გულში, რასაც თქვენ ინახავთ. გაიხსენეთ ყველაფერი, რა სიმწარეც გამოიარეთ და თუ გეტირებათ, შეგიძლიათ იტიროთ კიდეც. მოგეშვებათ. ჩაისუნთქეთ ღრმად და მოისუნთქეთ. მე არ გეტყვით იმას, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიოთ და გაუშვათ ყველა სიტუაცია, რაც თქვენ ცხოვრებაში იყო. მე უბრალოდ გეტყვით იმას, რომ გაუშვით ყველა სიტუაცია, რაც კი თქვენ ცხოვრებაში ყოფილა. ჯანმრთელობის, ქალური ენერგიის, ბარაქის, წარმატების სანაცვლოდ და თქვით, რომ თითოეულ ტრამვას, რაც მაგალითად მამა მომაყენა ცვლი ბედნიერ ცხოვრებაზე, გაიმეორეთ იმ ტრამვას სიტყვაზე, რაც მამა მომაყენა ცვლი ბედნიერ ცხოვრებაზე. იმ ტრამვას, რაც ჩემო ქმარმა მომაყენა
ცვლი კარგ ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე. იმ ტრამვას, რაც ჩემმა შვილმა მომაყენა. ცვლის სიმდიდრეზე. რათა ვიცხოვრო სტაბილურად, ჯანმრთელად, ბედნიერად. ჩემს ყველა ტრამვას, რაც აქამდე გადამიტანია, ვცვლი ბედნიერებაზე, წარმატებაზე, ჯანმრთელობაზე. ქალური ენერგიის ამაღლებაზე. ქალური ენერგია ძალა. ქალური ენერგია გავლენა. ქალური ენერგია ჯანმრთელობა. მომხიბლელობა. სექსუალურობა. სიმდიდრე. დაცულობა. სტაბილურობა. გაცვალეთ. უბრალოდ გაცვალეთ ყველა თქვენი ცუდი ენერგეტიკა, ტრამვები, სტრესი, უბრალოდ გაცვალეთ კარგ ცხოვრებაზე. ჩაისუნთქეთ ღრმად და ამოისუნთქეთ. მე სოფი ყველა ქალბატონს გიგზავნით უპირობო სიყვარულს. მაგია ეს სიყვარულია. მე გიგზავნით ყველა სიყვარულს, ქალურ ენერგიას, თქვენ შეძლებთ ყველაფერს ცხოვრებაში ქალური ენერგიის ამაღლებით. შეუძლებელსაც კი შეძლებთ, მიუღწეველსაც კი მიაღწევთ. და ასე იყოს. ამინ. და ასე იყოს. ამინ. და ასე იყოს.